მოქალაქე ნანკა კალატოზიშვილი წაგართვას თეატრი. შენობაზე მიჯაჭვულობა არ მოხდა. ანდრო უბრალოდ რაც სიმბოლოდ იქცა, აი ესე ძალას აღველოთ. ჩვენ ხო რაღაც ამ ქვეყნის რაღაც მონაკვეთის ისტორიას წარმოვადგეთ, ხო? და მაგალითები საჭიროა, გმირები ჭირდება ყველა თაობას და აი ნახეთ ჩემი სიღრმე. ზოგს შიშია, ზოგს ბრაზია. სულ მგონია რომ მართლა რომ გაფიცულიყო ხალხს მოდიოდნენ და პირდაპირ მეკითხებოდნენ რომ სად არის თქვენი სფერო. ეშინოდოთ ეთქვა და აი მეორე მხრიდან ვერ გადმოდიოდნენ, მაგრამ იდგნენ და უყურებდნენ. აი სიტერები ამიტომ არ მიყვარს რომ ადგებია ხომ და რა პრობლემა რომ პირველად თქვა დედა ბავშვობიდან ამასაუბრა. მივატოვებთ პროტესტს, მაგრამ და ოღონდ 4 შვილის დედა მე მორალს წაიკითხავს და არასდროს ორი წამიც არ დაფიქრდა. ეს არის არაკაცობის მაგალითი, როცა ადამიანი პირველ რიგში იტყუება. აი ესეთი აცაბოც ადამიანები ძალიან ბევრნი არიან. რეალურად არაფერს არ წარმოადგენენ. თუ აჩვენე როგორ არ შეიძლება რომ მოიქცეს კაცი, ჩემი დაჭერის ეშინოდ. ვარდისფერი ბარბიგო. მიყვარს რა უბრალოდ ნუ აი ერთი ფაქტი მითხარით ტიტუშკებით გამოვარდნილები ქალები ეცებათ ქუჩაში. რასაც მიწერენ იმას გეუბნები. რამდენ დედას უწევს თავის დახრა. სტეფანე იქიდან მიკროფონში say პუტინ ხუილო და არის ერთი ამბავი და ეს დარბაზი პუტინ ხუილო და ხალხთან როგორ უნდა ვიარსებოთ? ინარი როგორ იქნება? აუცილებლად კარგი იქნება. მე რო სხვაგან ცხოვრებაზე მეფიქრა მგონია რომ ესე ვერ ვიბრძოლე. ნუ უყურებენ ქვემოდან ზემოთ. აუ ყველაზე კრინჯი პოლიტიკას. თუ გინდა არ მითხრა. ოპოზიციის კრინჯი. ანუ არის ვიღაცებს არ უხდება თანამდებობა. მე არასდროს არ გავურბოდი. მარტივი კითხვა. აი ვინ უნდა გააცოცხლოს თეატრი და როგორ? რო არ გავსუხდე, თქვენ მოგიყვები. ჩემ საყვარელი ისტორია, კოცი ბოლო იყო რომ რას გახართ და ნუ თვითონ ქმნიან სიმბოლოებს რეალურად ბრძოლის. მოიპარეს და პრემიერ ამერიკის გეხვეწებით ამას ნუ იძახიო. იმიტომ ეს იზღები, იმიტომ რომ ეს თვითონ არ შეუძლია დარწმუნებული ვარ რომ ეს ქვეყანა გადარჩება და როგორ მივედით აი ამ ერთმანეთის ზიზღამდე. მალე გამარჯვება შენთან ერთად. ასევე. დანკა ისეთებს არის მეჩვეული არ მოგერია. იცი რა მახსოვს?